ეხება ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აკრძალულია, რომლის გამოყენებაც აკრძალულია მთელს მსოფლიოში. ეს ნივთიერება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს ფრანგებმა გერმანელების წინააღმდეგ, ანუ პრეცედენტი არსებობს, რომ სამხედრო დანიშნულებით იქნა გამოყენებული ეს საკმაოდ მძიმე ნივთიერება. BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტები ვარაუდობენ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული გასულ წელს საპროტესტო აქციების დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გომელაური ამბობს, რომ ეს ნივთიერებები ნამდვილად ადასტურებს, რომ ეს ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა 2012 წლამდე და ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშურს. ვიქტორ ყიფიანი ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, თითქოს აღარაფერი უნდა გვაკვირვებდეს, მაგრამ ელისაშვილის საქციელი, ელისაშვილის გადაწყვეტილება, მოდი ასე ვუწოდოთ, გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ საზოგადოებაში, არა მხოლოდ პოლიტიკურ წრეებში, არამედ მის თანაგუნდელებშიც კი. დღეს მისი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ პროტესტის ფორმა არ არის სწორი, რომელიც სახეზე გვაქვს ელისაშვილის მხრიდან და ამან თავის მხრივ პარტიის ინტერესებიც და პროტესტის ინტერესებიც დააზიანა. ეთანხმებით თუ არა თქვენ როგორც აი ამ პროტესტის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომ ელისაშვილმა ქმედებით დააზიანა საერთო იდეაც? პირველ რიგში ვერ ამიხსნია ბატონი ალეკოს მოქმედება. იმდენად გამოუგნებელი არის და ალბათ მე არ ვარ გამონაკლისი. ვერ ხსნი ვერც პირადი დრამის გადმოსახედიდან და მით უმეტეს პოლიტიკური ბიზნესშეწონილობის კუთხით ხო საერთოდ ზედმეტი არის ამაზე საუბარი. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ქალბატონო ემა და მე მესმის არის ინტერესი მედიის მხრიდან, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ ეს მოქმედება და საპროტესტო მოძრაობა. ალბათ არის შემოთავაზება სახელმწიფო პროპაგანდის მხრიდან, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხშირად ვისაუბროთ და ვიმართლოთ თავი და ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად დავასაბუთოთ, რომ ეს იმოქმედებს თუ არა. არა, ეს არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს, არ უნდა იმოქმედოს, ვინაიდან საპროტესტო მოძრაობა, წინააღმდეგობის მოძრაობა გაცილებით უფრო მეტია, გაცილებით უფრო ღრმა, გაცილებით უფრო შინაარსიანი და ვერანაირი ასეთი მოქმედება ვერ შემღალავს, ვერ დაჩtildeავს და ვერ გადაფარავს. ბატონო ვიქტორ, ეს გასაგებია, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ქმედება, თავის სამართლებელი მიზეზიც არ იარსებებდა. გასაგებია, ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ რაოდენ მაღალ მიზნებს ისახავს პროტესტი და რაოდენ დიდი ამოცანების წინაშე ვდგავართ ჩვენ, მე მესმის, რომ ალეკომ დღეს სლომაზე განაცხადა, რომ ის ებრძვის უსამართლობას და ასე შემდეგ და ეს ნარატივი დღეს ფიგურირებს, რომ როცა ადამიანს სხვა გამოსავალი არჩება, მაშინ რა რჩება სხვა თუ არა ეს ასეთი მოქმედება. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რა ჩაიდინა ელისაშვილმა, არამედ რატომ ჩაიდინა და რამ მიიყვანა აქამდე. თქვენ არ გაბრაზებთ უსამართლოს სასამართლო? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აზრად არ მოსვლია თავში, რომ ეს პროტესტი გამომეხატა გაბრაზება აი ამ ფორმით. მოკლედ, როგორც ფორმა ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად უცხო. მიუხედავად იმისა, როგორი ხა თქვათ ადამიანური თანადგომით არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება ნაკარნახევი, ეს არის აბსოლუტურად უცხო. ეს არ არის ის გზა, რითაც ჩვენ ის მაღალი მიზნები შეიძლება აღვასრულოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ თაბეჯითებით ჩემ თავსაც მოუწოდებდი და მათაც, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბმა, რაც შეიძლება ნაკლები კავშირი. ეხლა რაც შეეხება იმ თეზას, რა მიიყვანა აქამდე, ამ კითხვაში რა თქმა უნდა ჟონავს ის ერთგვარი ეჭვი, რამ შეიძლებოდა მართლაც განეპირობებინა ალეკოს მხრიდან ეს მოქმედება. რა? იმიტომ რომ ეჭვი ბევრი არსებობს ვერსია, თაგენ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ რეჟიმებს საპროტესტო მოძრაობას შემოგზავნილი ჰყავთ ხოლმე პროვოკატორები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ საქმეზე მიდიან. ელისაშვილის საქმე გავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ ხალხი ამას არ ჭამს. ანუ ორ რამეზე არსებობს საუბრობს, რომ ერთი რომ შესაძლებელია ელისაშვილი იყო პროვოკატორი და მისი ქმედება იყო პროვოკაციული, სწორედ აი ამ პროცესის დასაზიანებლად
და ახლა ელისაშვილის შემოგზავნა ვის უნდა დაჭირვებოდა, ანუ ისრები გადადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ, ხო? დიახ, ქალბატონო ემა ეჭვებით საუბარი არ მჩვევია, ხოლო რაც შეეხება ბატონი მიხეილის ამ განცხადებას, ფაქტია, რომ ეს განცხადება ცხადად მეტყველებს სამწუხაროდ ბატონმა მიხეილმა ვერც მისი პრეზიდენტობის ვადიდან, ვერც შემდგომი ვადიდან და პერიოდიდან სათანადო დასკვნების სათავისოდ ვერ გამოიტანა. კი ბატონო, კარგი დავალოდოთ მოვლენათა განვითარებას, საინტერესოა თუ გახდება უფრო მეტი დეტალი ცნობილი ალეკო ელისაშვილის არ ვიცი საქმესთან დაკავშირებით. ფაქტებიო თქვენ ახსენებთ და ფაქტებზე საუბრობს აგერ BBC, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით მათ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ხო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ, აი ყველას გვახსოვს გასულ წელს საპროტესტო აქციების დროს დაშავებულების კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მედიკოსები საუბრობდნენ, მოითხოვდნენ, პირდაპირ მახსოვს მოთხოვნები, კონკრეტული სახელებით და გვარებით მახსოვს ეს ადამიანები, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებით, ყოფილი ხელმძღვანელებით, მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ მიეწოდებინათ მათთვის მაინც ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ნივთიერებები იქნა გამოყენებული პროტესტის მონაწილეების დასაშალად იმისათვის, რომ მათ მიერ ჩატარებული მკურნალობა ყოფილიყო უფრო ეფექტური. დღეს რა შანსები არსებობს იმისა, ჩვენ გავიგოთ რეალურად რა ნივთიერება გამოიყენეს, მოხდა თუ არა ამ ნივთიერების ზედოზირებით გამოყენება და რა ზიანი მიადგათ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც იქნა ეს ნივთიერება გამოყენებული. დღეს მე დამისვეს კითხვა რამდენად გჯერათ თუ არ ჯერათ იმ ინფორმაციისა, რაც BBC-ს ამ პუბლიკაციაში არის. ძალიან რთულია ჩემი მხრიდან დარწმუნებით ვისაუბრო ეს მართალია თუ არა, მაგრამ სასამართლო პროცესი სწორედ ქალბატონო ემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ გაცილებით მეტი ვიცოდეთ აი ამ ფაქტის შესახებ. მოხდა ფაქტი თუ არ მოხდა ფაქტი. ამიტომ მივესალმები ქართული ოცნების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის სარჩელით მიმართავს, სასარჩელო წარმოება იქნება ძალიან ქმედითი ერთადერთი ქმედითი საშუალება არის, რომ აი ამ ბრალდებას მეტი სინათლე მოეფინოს. რეალურად რომ ვთქვათ, იმდენად მძიმე არის ეს ბრალდება, რომ ქართულ ოცნებას სხვა არჩევანი არც ჰქონდა, რომ არა მარტო პოლიტიკური განცხადებების სახით, არამედ სარჩელის შეტანის გზით იმართოს საკუთარი თავი. უпростоრედ თავი იმართოს არა იმდენად ოცნება მიმართოს, რამდენადაც მტკიცების თვირთი ამ შემთხვევაში იქნება BBC-ს მხარეს, რომ დაადასტუროს, რომ რეალურად ის ინფორმაცია ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს და შემდეგ უკვე თუ ეს მტკიცებულებები აღმოჩნდა უტყუარი, ქართული ოცნების ჯერი იქნება დაიცვას საკუთარი თავი. ხო, და აი ძალიან საინტერესოა საქართველოს ხელისუფლებას რა მტკიცებულებების წარდგენა, რა ჩვენებების მიცემა, ვის მოუწევს ჩვენების მიცემა ამ საქმესთან დაკავშირებით ბრიტანულ სასამართლოში. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რთულია სრული სიზუსტით აღწერო დავუშვათ ის პროცესი, რომელიც განვითარდება საერთაშორისო დავის დაწყების შემთხვევაში, მაგრამ აი წინასწარ მაინც დაახლოებით ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რა მტკიცებულებების წარდგენა მოუწევს ქართულ ოცნებას და ვის ექნება, ასე ვთქვათ, ვისზე იქნება მტკიცებულების თავარი ტვირთი ხომ არა გომელაურზე, რომელიც აგერ ისრებს იშველს სააკაშვილის ხელისუფლებისკენ. ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ ვინაიდან BBC-ს როგორც მოპასუხეს და საქართველოს მხარეს არ აკავშირებს ერთმანეთთან არანაირი საერთაშორისო სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელთა მიხედვითაც განჟადობის ადგილი იქნება ან საერთაშორისო არბიტრაჟი, ან რომელიმე ინსტანციის საერთაშორისო სასამართლო, ამიტომ სარჩელი შეტანილი იქნება BBC-ს იურიდიული მისამართის მიხედვით. ეს არის გაერთიანებულ სამეფოში გარკვეული მისამართი. ანუ გარკვეული მისამართის მიხედვით იქნება სარჩელი შეტანილი. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავეჯითებით ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ალბათ მაღალი ალბათობით ჩემი დაშვება არის იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს მიერ. ეს მისი კომპეტენცია არის ასეთი დავების წარმოება, როგორც მოსარჩელის სტატუსში, ასევე მოპასუხის სტატუსში, ან კოორდინაცია ასეთი დავების.
ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ქართულ მხარეს არ ეკისრება არანაირი მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნა იქნება სწორედ ის, რომ BBC-მ უარყოს ის ცნობები და შეიძლება უარყოფასთან ერთად ქართულმა მხარემ მოითხოვოს ან ფულადი კომპენსაცია, ან არ ვიცი რაღაც კიდევ სხვა მორალური ფულადი კომპენსაციის სახით უარყოფა და მატერიალური კომპენსაცია. BBC-ს მხარეს როგორც მოპასუხეზე იქნება მტკიცების ტვირთი, რომ დაადასტუროს იმ ინფორმაციის უტყუარობა, რაც მის პუბლიკაციაში არის. აი შემდგომი განვითარება და ჩვენ ახლა ძალიან შორს მივდივართ, თუ BBC-მ წარმოადგინა ამის უტყუარი მტკიცებულებები, შემდეგ უკვე თავდაცვის პოზიციაში ჩადგება ქართული მხარე, რომ გააბათილოს ის მტკიცებულებები, გააბათილოს ან ფაქტობრივად, ან შინაარსობრივად, ან მათი ფორმალური მოპოვების წყაროს მიხედვით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო BBC-ს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის საფუძველზე გამოძიება. ამ შემთხვევაში ორი მიმართულება არის გამოყოფილი, სადაც ერთი მიმართულება, სრულ ასე ვთქვათ, ციტატას მოვიყვანი იმისათვის, რომ ზუსტად გადმოვცე ინტერესი რა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. დღეს მდგომარეობით შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთის მხრივ გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც დადასტურების შემთხვევაში მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისკენ არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ უკვე საუბარია იმ მასალების უტყუარობაზე, რომელიც გამოაქვეყნა BBC-მ. აი ამ ნაწილში რაზე საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შეიძლება თუ არა სუსტში დაიბარონ ვახტანგ გომელაური იმისათვის, რომ დამტკიცდეს, რომ რეალურად ეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება იყო განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს. გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი და ასე შემდეგ. რა უცნაური ეთერი გვაქვს და რატომ? რამდენი ხანია საქართველოს ხელისუფლების კვაზი დამცველის ან ამხსნელის ან ადვოკატის ფუნქციით არ გამოსულა. არ გამოსულა. ხო. ძალიან საინტერესოა. ეს განცხადება სუსის მხრიდან არის აბსოლუტურად ობიექტური და გამომდინარეობს ბრალდების სიმძიმიდან. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი არის, რომ რომელიღაც უწყებამ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აკრძალული ნივთიერება, სუსის უშუალო მოვალეობა არის გამოიძიოს რამდენად ეს განცხადება რეალურად შეესაბამება თუ არა სინამდვილეს. რამდენად ამ განცხადებაში უშუალოს ვერაფერს ვერ ვხედავთ, ეს პროტოკოლურად, ფორმალურად არის აბსოლუტურად სწორი განცხადება. ეხლა მე ესე იგი საქართველოს სარჩელთან დაკავშირებულ საორგანიზაციო კომიტეტში და შტაბშიც შემიყვანთ, მაგრამ ალბათ სარჩელის ერთ-ერთი ფაბულა იქნება, განმამტკიცებელი სარჩელის იქნება, რომ თუ სუსმა ჩაატარა გამოძიება და ვერ მოიპოვა საამისოდ შესაბამისი მტკიცებულებები, შეიძლება სუსის მიერ წარმოებული გამოძიება ჩემი დაშვება არის, გააჩნია ვადებში კიდევ როგორ დაემთხვევა, იმ სარჩელის მიმდინარეობა როგორი იქნება ვადაში, შეიძლება სუსის მიერ ჩატარებული გამოძიება ერთ-ერთ საფუძვლად დაედოს სარჩელს, როგორც მასალა იმისა, რომ შენ რაზედაც მე ცილი დამწამე, ეს სინამდვილეს არ შეეფერება, ეს გარკვეულწილად სარჩელის გამტკიცება, გამაგრება, როგორც ხშირად ეძახიან, ეხლა ეს პრეიუდიციული მთლად არ არის, იმიტომ რომ პრეიუდიციული ძალა შეიძლება ამა თუ იმ ფაქტმა სასამართლოს კანონიერ ძალას შესული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინოს, მაგრამ სარჩელს რო ეს შეეშველება და სასარჩელო მოთხოვნას რო ეს შეეშველება, ალბათ კავშირი ამაშიც უნდა დავინახოთ სამართლებრივი. რომ შესაძლებელია სუსის მიერ ჩატარებულმა გამოძიება, სუსის მიერ ჩატარებული გამოძიება მართლაც გავიდეს დანაშაულის კვალზე. აღმოჩნდეს მაგალითად, რომ კი სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო შეძენილი ეს აკრძალული ნივთიერება, ხო, რომელიც აგერ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში არავის გამოუყენებია და ნუ არ ვიცი, შემთხვევით თუ განზრახ ვიღაცამ გამოიყენა ნოემბერ-დეკემბრის აქციების დასაშლელად. თუ დღეს დღის განმავლობაში ამ ქვეყანაში იმდენად კარდინალური მოვლენები მოხდა, რომ სუსი იქცა ობიექტურ ინსტიტუტად, არაპოლიტიზირებულ, არაპარტიულ ინსტიტუტად და შეუძლია ამ დასკვნამდე მივიდეს, რომ ესე იგი ნაციონალური მოძრაობის დროს შეძენილი ნივთიერებები იქნა გამოყენებული ქართული ოცნების პოლიტიკური ფორმაციის შესესეს მიერ,
მაშინ ჩვენ კანონის სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით დღეს 24 საათში ერთი დიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ გადაგვიდგას. ხო, არ ვიცი, გასაკვირი, მე მგონი არაფერია, მაშინ როდესაც ყავს ბრალდებული ყოფილი პრემიერი. ორი. კი ბატონო, ერთი რომელიც ქვეყანაში იმყოფება გირაოს სანაცვლოდ და მეორე რომელიც იძულებით წასულია ქვეყნიდან. ისიც რაოდენ არ უნდა იყოს ახლა სამართლაში გასაგებია ახლა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი არის და არ არის კოლექტიური პასუხისმგებლობის, მაგრამ ბრალდება თვითონ იმდენად მაღალი არის, იმდენად მძიმე არის და ახლა ჩვენ საჯარო სამართლებრივ საკითხებში რო შევიდეთ, რომელი პირი რა ხარისხი წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ამ შემთხვევაში და რამდენად შეიძლება მისი პასუხისმგებლობის გამოსალკევება, ჩვენ ხო ხშირ შემთხვევებში კიდევაც ვუყურებთ იმას, რომ ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის პირის მოქმედება მიუხედავად კონკრეტულ მოქმედებაში მისი ბრალეულობისა შეიძლება იქცეს პასუხისმგებლობად ქვეყნისათვის. ამდენად ახლა თუ აქ საუბარი არის, რომ რაღაც პოლიტიკური მიზნით ვინმე განტევების ვაცად იქცეს, ეს ძალიან სახიფათო და ძალიან სარისკო მიდგომა იქნება. ამას ვამბობ ქართული გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ღმერთმა არქნას თუ ამ ხაზმა მიიღო განვითარება და ერთი წამით რომ დაშვება გავაკეთოთ, რომ BBC იმ სასამართლო წარმოებისას დაამტკიცა, რომ მისი ინფორმაცია იყო უტყუარი, ეხლა სამართალს რო თავი დავანებოთ, ჩვენ წარმოვიდგინოთ ის ღრმა რეპუტაციული ზიანი, რაც ქვეყანას მიადგება ასეთი პროცესის შედეგად. ამდენად კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვა, რომ საერთოდ ქართულ ოცნებას შვევია ესეთი მიდგომა, აი პირადი ანგარიშწორების მიზნით ხშირად შედის ძალიან სახიფათო თამაშში თუ კომბინაციებში. იგივე ეხებოდა ჩორჩანას ეპიზოდს და თუ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ სხვა გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს. ახლა ქალბატონი წულუკიანის კომისიის მუშაობა და დასკვნები სწორედ ასე თქვა, ესეთ სახიფათო თამაშს თუ კომბინაციას უკავშირდება. თუ ამის გამეორებაზე არის საუბარი ახლა და აი მისრების გადამისამართებაზე ვიღაც სხვა ყოფილ თანამდებობის პირებზე, ვინც არის ახლა უკვე პოლიტიკურად ჩასარეცხი, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რბილად, რო ვთქვათ, პოლიტიკური აზრისა და სახელმწიფო კულტურის სიმწიფის დეფიციტს. კი ბატონო ვიქტორ, პირველად ხდება, როდესაც ჩემს გადაცემაში წარგადგინეთ როგორც ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი და არა როგორც GeoCases დამფუძნებელი. ანუ პირდაპირ კითხავთ, როდის უნდა წარგადგინოთ როგორც პოლიტიკური პარტიის, არ ვიცი, წევრი თუ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჯერ საქართველო ერქმევა. ეს რაღაცა გარდამავალი ეტაპია ორგანიზაციიდან, ინიციატივის გავლით და პოლიტიკურ პარტიამდე? ერთი ცუდი არა, კარგი ჩვევა მაქვს თქვენს ეთერში მოდივა როგორც ახსარებას პრაქტიკულად და ამით პასუხობთ თქვენს პროფესიონალიზმს და გულახდილობას და გულთა დამოკიდებულებას შემდამი. რა თქმა უნდა 4 ოქტომბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მას შემდეგ რაც გარკვეული ტესტი ვერ ჩააბარა, რასაც ქართული ოცნება ეძახის რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მე სიტყვა არ მომწონს, ისევე როგორც გარკვეული გამოცდა ვერ ჩააბარა ცენტრისტულმა პარტიებმა, ლელომ და გახარია საქართველოსათვის, ჩვენ GeoCase-ში შეგვექმნა ისეთი წარმოდგენა და მე მგონი ჩვენ ერთადერთი არ ვართ ამ მხრივ, რომ ქართულ საზოგადოებაში, ქართულ ამორჩევლში არის ძალიან ისეთი შიმშილი დეფიციტი დაკვეთა ასე ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ, რაციონალურ პოლიტიკაზე, რომელიც არ იქნება შეპყრობილი ბოდვითი თეორიებით და არც იქნება, ასე ვთქვათ, უკიდურესობიდან უკიდურესობაში მიქცეული. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული ნაბიჯი ამ მოლოდინების საპასუხოდ უნდა გადაგვედგა, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით ეს არის სამუშაო პროცესში არსებული სამუშაო სტატუსით მიმდინარე პროცესი, ბუნებრივია ჩვენ ჯერჯერობით უნდა დავტესტოთ ჩვენი ასეთი პოზიციონირება, რომელიც თქვენ სწორედ თქვით ფორმალურ სტატუსს არ ატარებს. მე ხშირად მithქვამს ეთერიდან ეთერამდე, რომ თავარი არის ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი შინაარსობრივი იდენტობა გამოვკვეთოთ. ჩემი აზრით ეს არ არის რთული გამოსაკვეთი, იმიტომ რომ GeoCase-ის მემკვიდრეობა ჩვენ ამხრივ ვეხმარება. სხვადასხვა საჯარო გამოსვლები იქნება ზეპირი თუ წერილობითი, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ კიდევ ერთხელ აი კომერციული
ტერმინით რომ მასნათ ვისარგებლოთ, აი ხშირად ხო coming soon-ო ხო რაღაც ბრენდზე რომ აი ჩვენ პრაქტიკულად ასეთ პოზიციონირებას ვახდენთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ფაქტიურად აი ამ დინამიკაში მოვედით, რომ ამ მოლოდინს უპასუხოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გაფორმალურებას, ეს რაოდენ არ უნდა იყოს მეათეხარისხოვანი თემა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შინაარსით შევსება არის მთავარი ჩვენთვის. რაღაც მომენტში, როდესაც ჩვენ ჩავთვლით, რომ საკმარისი სიტყვა გვეთქმის ამორჩევლისათვის და ჯერ შეგვიძლია გადავხვდეთ და მერე დავიძახოთ ხობ, აი ამ ნახტომს, ანუ ფორმალური სტატუსის შეძენას მაშინ მოვახდენთ. ეს მომენტი მთლიანად თქვენს ამომრჩეველზეა დამოკიდებული თუ პოლიტიკური მოვლენების განვითარების ქრონიკაზე, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც დღის წესრიგიდან ჯერ არ მოხსნილა, ესეთი კატეგორიულად ქართული ოცნების მხრიდან, რომ მიმდინარეობს სამზადისი ვადამდელი არჩევნებისთვის. თუ რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, მალე ამავე ვადაში მალევე გაიხსნებით როგორც პოლიტიკური პარტია. ჯერ-ერთი თქვენ აბსოლუტურად სწორი თქვით, ჩვენ როგორც არ უნდა ვგეგმავდეთ, ერთი არის ჩვენი სურვილები და ჩვენი გეგმები და ჩვენი ზრახვები და მეორე არის ობიექტური გარემო. ის გარემო, რასაც ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით საკონსტიტუციო არჩევის ფონზე, რომელიც ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება, ის შესაძლო განვითარება, რომელიც პოლიტიკურ ველში მოვლენათა შემდგომ ესკალირება შეიძლება მოყვეს, როდესაც საქართველოში პოლიტიკა დადის მინიმუმამდე და რეალურად პროცესი გადავიდა ძალმომრეობაში. რა თქმა უნდა, ერთი არის ჩვენი გეგმა, მაგრამ მეორე არის ობიექტური ფაქტორების ზემოქმედება. ამიტომ შეიძლება ამ მხრივ მოხდეს აბსოლუტური აცდენა. ამდენად ეხლა გულწრფელად რომ ვთქვათ, რაიმეს პროგნოზირება კონკრეტულ ვადასთან, თარიღთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი არის, რომ ჩვენ უნდა მუშაობდეთ ჩვენ თავზე, ჩვენ უნდა მუშაობდეთ შიდა პროცესზე, მაგრამ ამავე დროს მაჯის სცემას განსაზღვრავს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება აი რომ დავაზუსტო, ხო, ემზადებით თუ არა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მიუხედავად იმისა, რა ვადაში დაინიშნება. ჩვენ ეხლა არ ვემზადებით არჩევნებისათვის იმ მარტივი მიზეზით, რაც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ეხლა გვინდა რომ საკუთარი ხელწერა რაც შეიძლება გასაგებად გამოვკვეთოთ. ეს არის ჩვენთვის მთავარი არის ჩვენთვის ვიმეორებ, რაოდენ ჩვენი მსმენელისათვის, ჩვენი ხარდამჭერისათვის არ უნდა იყოს ეს არაპოპულარული, არაქართული, არა ესე ვთქვათ, ტრადიციული და კლასიკური ქართული გადმოსახედიდან, მთავარი არის ჩვენ შინაარსობრივად ვიყოთ საინტერესო. რაც შეეხება არჩევნებს, ერთ რამეს კი გეტყვით ახლა ჩემი გადმოსახედიდან, რომ ის გარემო, რასაც ჩვენ ვხედავთ, არანაირ განწყობას არ ქმნის ნორმალური არჩევნების წარმოებისათვის და არჩევნები ხო არ არის მხოლოდ საარჩევნო დღე, არჩევნები არის მთელი რიგი დანაწესებისა, რომელიც დაწყებული კანონმდებლობიდან გაგრძელებული სხვა საკითხებით უნდა რეალურად უნდა განაპირობებდეს, რომ ამორჩეველი, როდესაც მივა და აკეთებს არჩევანს, ის დაემსგავსოს არჩევანს და არა სპეცოპერაციას. ამდენად თუ ჩვენ წავედით ამ გზით, რა გზითაც ახლა მივდივართ, უпроსწორედ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მაშინ არჩევნები მიიღებს აბსოლუტურად ნომინალურ დატვირთვას და ეს იქცევა პრაქტიკულად ატრაქციონად და ატრაქციონში მონაწილეობას მე მგონი არათუ ჩვენ, არამედ ბევრი ოპოზიციური სპექტრიდან უკვე გაფორმებული პარტიების სახით ალბათ არ მიიღებს. ხო, თუმცა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რა პირობებში გაიმართება მომავალი საპარლამენტო არჩევნები და თქვენ შინაარსი ახსენეთ და შინაარსთან ერთად დღეს უფრო ხშირად თვითკრიტიკული ადამიანებიც მათ შორის ოპოზიციიდან საუბრობენ, რომ აუცილებელი ეფექტურობაც ამის მიღწევის ყველაზე სწორ გზად კოორდინირებული მოქმედება მიაჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი შეთანხმებული ქმედება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციაში ჯერ არ გვინახავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ ვიცი, არჩევნებამდე მისასვლელი გზა მარტომ უნდა გაიაროთ თქვენს პოტენციურ ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის თუ მართლაც საჭიროა გარკვეული შეთანხმებული ქმედება და ვინ გეგულებავთ არსებულ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, ვისთანაც შესაძლებელია საერთო პოლიტიკური ენაც გამონახოთ. ჩვენ მთავარი არის მიზიდულობა შევქმნათ და ამ მიზიდულობის შედეგად ჩვენ მივიზიდავთ თუ სხვა მიგვიზიდავს, ეს უკვე ამას პროცესი და მოვლენები გვიჩვენებს. კიდევ ერთი არსებითი საკითხი, ქალბატონო ემა, რაც თქვენმა კითხვამ განაპირობა, არის შემდეგი ხასიათის. ამ ვითარებაში ჩვენ ალბათ უნდა გამოვდიოდეთ რეალისტური შესაძლებლობებიდან.
რეალისტური შესაძლებლობები ყველაფერთან ერთად ნიშნავს შემდეგს. ერთია სურვილი და აბსოლუტურად სწორი სურვილი, რომ ხელისუფლება საქართველოში შეიცვალოს არჩევნების გზით და ჩვენ დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც ჩვენ ამ მიზნად და ამოცანად გვაქვს განსაზღვრული. მეორე არის, რომ აი ამ დიდი სურათის ფონზე გარკვეული ტაქტიკური ამოცანების დღის წესრიგის შემუშავება. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე, რომელიც ახლა დღეს პრაქტიკულად არაფრის მტკნელ სიტყვად იქცა, როდესაც შენ ობიექტურად აფასებს შენს რესურსს, თუ ეს რესურსი არ იძლევა იმის საშუალებას. არა შენს გამო, არამედ ობიექტურად არ იძლევა, რომ დიდ მიზანს ნახტომისებურად მიაღწიო და ერთი ხელის მოსმით აღასრულო, ალბათ ტაქტიკური ამოცანები ასევე უნდა იყოს დღის წესრიგში. ტაქტიკური ამოცანები შეიძლება იყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ტაქტიკური ამოცანები შეიძლება იყოს მედიასთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესება, თქვა კანონმდებლობაში. ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ მე ვამბობ ტაქტიკურ ამოცანებზე, რაზეც შეიძლება წესით საკომუნიკაციო არხი გაიხსნას, თუ ამას რა თქმა უნდა პირი უწერია. ასევე ტაქტიკური ამოცანა შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორზე დაწესებული კანონით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ან მოხსნა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც იმ დემოკრატიული რესურსის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომელიც ერთად მერე თავმოყრილი იმ სტრატეგიული ნახტომისათვის ჩვენ კარგ პლაცდარმს შეგვიქმნის. რამდენი ჩვენ დღეს არ უნდა ვიხტუნოთ და ვცადოთ ჭერს შევწყვეთ თავით, თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ, ხტუნვა გავაგრძელოთ, კი ბატონო, სურვილად რჩება, მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა ვიფიქროთ რეალისტური შესაძლებლობების მიღწევაზე. ეს არის უბრალოდ აი ძალიან ისეთი ზედაპირული მოსაზრება, რომელიც არ დატესტილა არც ოპოზიციურ სპექტრში და მით უმეტეს არ დატესტილა ხელისუფლებასთან ურთიერთობებში, მაგრამ რაოდენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გარკვეული სიახლე, ალბათ პოლიტიკური აზრი დღეს ამ მიმართულებითაც უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ვიმეორებ იმდენად აი ესეთი ინსტრუმენტი არის, რომელმაც შეიძლება როგორც სიკეთე მოიტანოს, ასევე მოიტანოს რაღაც უარყოფითი შედეგი. მოდი ჩვენ აი ამის მონიშნით შემოვიფარგლოთ ახლა და ნახოთ რამდენად შესაძლებელი იქნება ასეთი არასტანდარტული, არაკონვენციური, არატიპიური მიდგომის ჩაშენება ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ინიციატივა ჯერ საქართველოს დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენთან ერთად. რამდენიმე საინტერესო ფაქტი BBC-ს მიერ ჩატარებული გამოძიების და ადგილობრივად ჩვენი ქართველი მედიკოსების დაკვირვების შედეგების მიხედვით, ერთი ვიცით, რომ ნივთიერება, რომელსაც BBC-მ ჩაატარა გამოძიება და აკრძალულია. საუბარი იმაზე, რომ კამიტი წყალში მცირედით იხსნება და ჭამს ლითონს, თუ ის ვერ გაიხსნა, ვერ გამოიყენებ, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანის ავზით დაზიანებული უნდა იყოს, ამიტომ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველა კითხვას იყო თუ არა სწორედ კამიტი გამოყენებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ამ კითხვას საბოლოო პასუხს გასცემს წყლის ჭავლის მანქანის ავზების ქიმიური ანალიზი. რეკლამის შემდეგ ჩვენ ექიმების შეფასებებს მოვისმენთ.